გამარჯობა მეგობრებო, მე ნიკა ვარ და ეს არის ერთადერთი ინტელექტუალური თამაში, სადაც არ არის საჭირო იყო ყველაზე განათლებული. საკმარისია რომ თავი ასე მოვაჩვენო. ვიცი არ ვიცი. საკითხავი აი ეს არის. ვიწყებთ ვიცი არ ვიცის მესამე სეზონს და შესაბამისად გვეყოლება ერთი გამარჯვებული, რომელიც გავა სუპერფინალში. თითოეულ თქვენგანს გადაგინაწილდათ 25,000-ის ღირებულების შეტონები. და მოდი ვნახოთ ვინ გაიმარჯვებს და ვინ გადავა სუპერფინალში. მანამდე კი ჩვენს მაყურებელს მოდი გავაცნოთ დღევანდელი მაგიდის მონაწილეები. საბა კუპატაძე, იგივე კუპატა, მივესალმოთ კუპატას. ამის სარდაფიდან ლუკა გადელია, მოგესალმებით ლუკა. უბანზედან აჩი ჯაიანი, მოგესალმებით აჩი. მოგესალმებით. და ღამის სარდაფი ლაშა გუშარაშვილი. გამარჯვება ყველას. გამარჯვება ყველას. მე მინდა რომ წარმატებები გისურვოთ. ჩემი სლოგანია. გამარჯვება ყველას. და მე მქვია ყველა. როგორ განწყობაზე ხართ აბა? განათლებულ განწყობაზე ვარ. აჰა. დარწმუნებული ვარ რომ გამიმარჯვებ. კი ბატონო. თქვენას გითხრით აჩი? მე ყიგრიზე ვთამაშობდი პოკერს სხვადასხვა 3 წელი. და პირველი გამოსვლება მსგავსი პოკერის და ვნახოთ აბა აქ როგორ გამოვა. ყიგრიზული პოკერი ვაფშე სხვა. მაშკილი საერთოდ არ არის. ვაფშე სხვა. კეთებით დავუძვე. ბრინჯის მასლებს ჩემული. ქიშმიშია 500-იანი. სანამ თამაში დავიწყებთ, მე მინდა რომ წესები აგიხსნათ თქვენს და ჩვენს YouTube მაყურებელსაც. ეს ვიცი არ ვიცია. თამაში სადაც ფსონს შენი ცოდნიდან გამომდინარე აკეთებ. ვინ იცის რეალური პასუხი და ვინ არა, ეს არავინ იცის მაყურებლის გარდა. თითეული რაუნდის დასაწყისში მოთამაშეები ათავსებენ რაუნდის სათამაშო სავალდებულო ჟეტონებს. წამყვანი კი სვამს შეკითხვას. მაგალითად, რამდენი მეტრის სიმაღლის არის თბილისის ანძა? მოთამაშეები კრუპიეს მიერ დარიგებულ კარტებზე წერენ თავიანთ პასუხებს, რომელსაც რაუნდის მიმდინარეობისას ვერ შეცვლიან. პასუხების დაწერის შემდეგ მოთამაშეები ზრდიან ფსონის რაოდენობას, აგრძელებენ ფსონის გაზრდის გარეშე ან ტოვებენ რაუნდს. რაუნდის მიმდინარეობისას წამყვანი მოთამაშეებს ეუბნება ორ მინიშნებას. თითეული მინიშნების შემდეგ მოთამაშეებს შეუძლიათ ფსონის გაზრდა, ფსონის გაზრდის გარეშე გაგრძელება ან რაუნდის დატოვება. საბოლოოდ წამყვანი ამბობს კითხვაზე სწორ პასუხს და გამარჯვებულია ის მოთამაშე, რომელიც ყველაზე ახლოს არის პასუხთან. თუ თამაშის წესებს კარგად ვერ გაუგე, უყურე პირველ რაუნდს და მარტივად მიხვდე. მოდი დავიწყოთ მაშინ პირველი რაუნდი. ამ რაუნდის აუცილებელი ფსონი 100 ჟეტონი. კუპატ, შენგან მაინტერესებს Geostars თუ უყურებდი? ძალიან ბავშვობაში რაღაც კი რა. 2010 წელს, 2010 წლის Geostars თუ გახსოვს? ავი მაშინ და კი. უყურებ. გახსოვთ? კი. თქვენ უყურებდით Geostars? გავისტავოთ. მე უყურებდი და ჩემი ფავორიტის ყავს Geostrida-დან. Geostrida-დან? ვინ? თუ გაგვიმხელ? შემიძლია დავწერო და გამოსცემ. არ გალობდა. ჩემი არის ტანკის სიმღერას რო გალობდა. ვა 5-5. ეგარი ლეგენდა ჯეროსტარ. მე უყურებდი, მაგრამ არ უსმენდი. მე უსმენდი ტელევიზორში თქვენთან არის მოდა ხმა. ისეთი ტელევიზორი მქონდა. ხოლოდ უყურებდი. გაფუჭებული იყო. ხო, პრინციპში ხმაებს გამოსახულება არაო. მოსმენილს ნანახი ჯობია. არ იყო პირიქით. კი. ხო, მოკლედ მე ახლა მოგასმენინებთ Geostrida-დან ერთ-ერთ მონაწილეს და ძალიან გთხოვთ რომ ყურადღებით მოусმინოთ. ჩემი ფავორიტი. გახსოვთ ხო? გავისტავოთ. კარგი, მაშინ კითხვა. რა ნომრით იღებდა მონაწილეობას Geostars ეს მონაწილე? დავწეროთ ჩვენ კარტებზე. კასტინგის ნომერი. აი, აქ წერა რო ქონდათ მიკროფონი. დიახ. დავწეროთ ჩვენ კარტებზე შეიძლება. მე მგონი ძალიან მარტივი შეკითხვაა. წესით. გავიხსენე, მაცალე ბოლო ორი არ მახსოვს. ბიჭო, წარმოდგენა არ მაქვს. ყველაფერს ველოდი ამ შეკითხვის გარდა მომართვა. ეს ვიცი არ ვიცია. ხომ დაგაკდა ეს ხომ ეს ხომ ვიცი არ ვიცია. დავწერეთ? დავწერეთ. კარგი, თქვენგან ვიწყებთ ამ წრეს, შესაბამისად გისმით. აი, ხომსა. ანუ ფული რომ გაწაიღო თუ შეგიძლია? ეს რო აიღო. დავიდამი გამიგე. სერიოზული შეფერილი. კარგი, გისმით. მოკლედ მე დარწმუნებული ვარ დაახლოებით ჩვენს პასუხში და ამიტომაც ფსონ შემოვა 300.
გეთხოვა როგორი გასწრებული. საბამ გაზარდაცონის 300 ჟეტონით ლუკამ უპასუხა. ამას ალბათ წესით აზარტი აჩი ქვია. მე მოგეთ მეგობრებო, პირდაპირ ვიტყვი რამე წერია, ხო შეიძლება ეგრეც. თქვენი ნება 286 მიწერია ჩემს ბარათზე. მე გეტყვი რომ ახლოს ვარ. შესაბამისად მე 1000 ჩამოვდივარ თქვენი ნებართვით. კი ჩიმ ბატონო გაზარდა 1000 ჟეტონით. ბაში არ მოყვები ბიჭებს. არა ტოვებ. კი ბატონო იმისთვის რომ ითამაშოთ ეს რაუნდი უნდა გაუსწოროთ აჩის ან გაზარდოთ ფსონი მე იმდენად გასწორებაში რა გვიგვარი ვიყავ მაგრამ ამისო ჩვენს პასუხში ასეთ ვისი დაწესებული რა და ამიტომაც თასშევიდივართ გაუსწორა გავუსწორ. და კიდევ 300 და და 300 დაამატა არა უკვე დამატებული გაქვს 300 ანუ შეგიძლია 700 შემოხვიდე და გასწორებული იქნება არა 1000 კი ბატონო გისმენთ მე ვფიქრობ კუპატას რეიზი ძალიან ყალბი იყო, ამიტომ ძალიან პრობლემოდ გავასწორებ მეც სამსავას. ბანკი გასწორებულია. ბანკი გასწორებულია რაც იმას ნიშნავს რომ მე პირველი მინიშნება უნდა წაგიკითხოთ ერთ კალენდარულ წელში არანაკიან წელში ოღონდ ამ რიცხვის შესაბამისი თარიღი არის 6 ნოემბერი ანუ რიგით ეს დღე ერთ წელში არის 6 ნოემბერი გეუბნებათ ეს რამე ის? მე მითხრა მაგრამ ვერ გადავწყვეტ. კიდე გაიდავწექი. 6 ნოემბერი არ ვიცი ხა ძალიან დავიბენი ბიძაჩემის დაბადების დღე. გამდონი ერთ მინიშნებას დაგიმატებ კიდე. დამგონი ჩემს 1000 შესვლას რონი აზრის არ ქონია და ამიტომაც ამ კატარი ხო შეგიძლია. იმაში გავატარე ლუკა გავატარებ მეც. მე არ გავატარებ. იმისთან მიუხედავად რომ გონია რომ ამ გოგონას ნომერში წინ 0 იმალება რატომღაც. და მაინც 2000 შემოვაწევიდან. აჩიმ გაზარდა ფსონი 2000 ჟეტონით. ისმენთ გასწორება შეგიძლია. კოლეგიალურად ეს მაგასრულად გეუბნები დაწეკი. რონი მე ცევრო ფიქრობ ჯობია და ამიტომაც მე დავწვევი კი ბატონო ლუკა დავწექი. შესაბამისად გილოცავთ ეს რაუნდი მოიგო აჩი 1347 ალბათ 258 ასე ვწერ მე. ხო სწორი პასუხი იყო 310 მაინც აჩი იყო ყველაზე ახლოს და გილოცავთ აჩი მოყიდა მადლობა. მეორე რაუნდი ამ რაუნდის აუცილებელი ფსონია 500 ჟეტონი. ლუკა იზდება ეს გაგებანდი უნდა ხო ეს ფსონი. მე რამე ლაღლება თორე თქვენი დარდით. შენი აზრით საქართველოში ყველაზე პოპულარული იუთუბერი ვინ არის? ირავი. სოსო. სოსო ეთანხმები? მეთანხმები სეგმენტურად ისეთი კონტენტი აქვს რომ ბებიები, ბაბუები, პატარები, მშობლები ყველა უყურებს და შესაბამისად. კი ბატონო გეთანხმებით შეკითხვა 2026 წლის 24 აპრილის მონაცემებით რამდენია ჰიტას და კაკოს ჯამური გამომწერები? პასუხი დაწერეთ ბოლოს 3 ნულის გარეშე. რამდენი 1000-ია? ნულები აღარ მივწერო. ანუ კა კი ბატონო. მეცადე ჰიტას და კაკოს? დიახ. პირველი 3 ციფრი მხოლოდ პასუხებში დავწეროთ. ითვლით? რა თქმა უნდა. მუმატე. მე კი არ ვიტყვი ვიხსენებ ან გამოიწერა. ანუ ძალიან მარტივია 310 ყავს იმას და არა შემიშალა ჩემ. ნაცო არიხლება შეგვიძლია არ დაგვიწყია ეს რაუნდი. არ დაგვიწყია ეს რაუნდი. ჩემი გაიშდა კინაღამ ძალიან დიდი. ლუკა, დიახ. ეს რაუნდი თქვენ გამო დავიწყოთ. ისმენთ. 500. ლუკამ გაზარდა ფსონი 500 ჟეტონით. აჩი გისმენთ? 2500. აჩიმ გაზარდა 2500 ჟეტონით. ლაშა ფიქრობს. მე 2000-მა გასასწორებელი. არა, არა 2500. 2500. მაშინ თამა. თამაც გასწორა. მე გავატარე შევაც გაასწორა. იუთუბერია და უხოშახედულები მონია ახალებში და ამიტომ ითამაშონ? ითამაშონ ამ დაწვები. კი დავწვევი კი ბატონო ბანკი გასწორებულია. რაც იმას ნიშნავს, რომ მე პირველი მინიშნება უნდა დაგიკითხოთ. ამ რიცხვის პირველი და ბოლო ციფრი
ერთი და იგივეა. არაფერს არ მეუბნება ეს მინიშნება. ჩავასწორებ ახლა. ისმენთ ლუკა. მეორე მინიშნებაა მაგარი. დავატარებ მაშინ. აჩი? ველოდები რომ აჩი გაზრდის. მე ბილეთი მგონია ლუკას ეს გატარებ. ამიტომ ეს გავატარებ. ლაშა? მე ვერ გავატარებ ამდენს უკვე. თავში ეს ყველაფერი. 1000. ნახე, რა იდეალურად დაждდა იმაზე წერება. 1000. 1000. რაღაც მეეჭვება თქვენი ლუკა თამაშობს. აჩი თამაშობს. ძალიან კარგი. შესაბამისად მეორე მინიშნება უნდა წაგიკითხოთ მე. ამ წელს გარდაიცვალა ბიზანტიის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იმპერატორი იუსტინიანე პირველი. სნაფი რა ცოტათი ვარ ჩემი ისტორიის რეპეტიტორი თუ მიყურებს. ლუკა გისმენთ? გავატარებ ისევ. აჩი? გავატარებ. მე კიდევ ვერ გავატარებ ამას. ორი. გავასწორებ. აჩიც თამაშობს, რაც იმას ნიშნავს, რომ სწორი პასუხი უნდა გითხრათ და შეგახსენებთ, რომ სწორი პასუხის შემდეგაც შეგვიძლია გავზარდოთ ფსონები და ვითამაშოთ. სწორი პასუხია 565. ანუ 565,000. ლუკა, გავატარებ. მეც გავატარებ. ეს გავატარე. ამ შემთხვევაში შენც გაატარე. მაშინ გავხსნათ ჩვენი კარტები და ნახოთ ვინ არის ყველაზე ახლოს. 700 446 670 ლაშას, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს რაუნდი მოიგო ლაშამ მილს. აიცარ ბაკინის ლაშა. კარგი იყო. შესაბამისად ვსწავლობთ, დავიწყეთ ახალი რაუნდი. დავიწყეთ, მაშინ მესამე რაუნდი. ამ რაუნდის აუცილებელი ფსონია 1000 ჟეტონი. ახლა ვიდარდაო. ზუსტად. აჩი, შენი აზრით საუკეთესო ფეხბურთელი ვინ არის? ჩემი აზრით არა, ლეონელ მესი არის საუკეთესო ფეხბურთელი. კი ბატონო, და შენი აზრით რომარიოს მართლა აქვს 1000 გოლი გატანილი? რომარიოს თუ არ ვსდები 936 გოლი აქვს გატანილი. თქვენ რას ფიქრობთ? მეც. შენ 936 გოლი გაგატანე. არა, ჩემი აზრით იქნება 1000 გოლი გატანილი და რიცხვი არ არის სწორად. კარგი, მოდი მოვისმინოთ შეკითხვა. ბავშვობაში ერთი შეკითხვა რომარიოს. უბანშიც გაიტანა გოლს. უბანზე. სოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, რომელიც საბჭოთა კავშირში ტარდებოდა, რომარიო მოსკოვის ერთ-ერთ სასტუმროში სპორტსმენებისთვის დადგენილი წესდება დაარღვია. შესაბამისად, ჩემპიონატიდან მოკვეთეს და უკან ბრაზილიაში გააგზავნეს. მან დაარღვია წესდება, რომლის მიხედვითაც ჩემპიონატის მიმდინარეობისას სასტუმროს ტერიტორიაზე აკრძალული იყო სექსუალური კონტაქტი. კითხვა: რამდენ ქალბატონთან ერთად გამოიჭირეს რომარიო საკუთარ ოთახში? ზუსტად ვიცი მაგის პასუხი, მე ვიცი 100 გოლ გატანილი რომარიო. მე ვიცი იგივე შემთხვევაში ჯუბაზე სამწუხაროდ მარტო იყო. და სასტუმროში დაიყო. და სამწუხაროდ მაინც ჩახსნეს ტურნირიდან. მოდი რომარიოზე ვისაუბროთ ისე. რომარიო, მაგრამ ამდენ ქალთან იქნება ბრაზილიერი. გაუმაზღარიერია ზოგადად ბრაზილიელი. ქალნახევარი. დავწეროთ. ხა მე რო ვიყო ბრაზილიის ნაკრებში. და 1000 გოლი გქონდეს გატანილი. მაგრამ მე მაშინ მგონი რომ იქნებოდა მე 1000. მგონი არასწორად წახვედი. პირიქით ახლა იყო რუსი ვანდილოსანი. მიხვდოდი თუ არა ბრაზილია ფეხბურთელთან. ისევ ტაქტიკას გავყოლოდი. ა, ასე იყოს. ბიჭო. დავწერეთ. დავწერეთ. ხვალ ბახში მივდივართ. დავადება დავწერეთ. აჩი გისმენთ? თქვენგან უნდა დავიწყოთ ეს რაუნდი. მე ისევ პირველ ტაქტიკას დავაბრუნდები და პირდაპირ ვიტყვი რომ მგონია რომ 6 მანდილოსა და ქონდა ეს კავშირი. და გავატარებ ამ შეკითხვას ამ ინფორმაციის შემდეგ. კი მე ბატონო. მგონია მინიმუმ 10-ით მეტ მანდილოსანთან იქნებოდა. 6-ზე 10 თუ თავისი 6-ზე. ეგ უკვე რუსეთის ნაკრები იქნებოდა. გისმენთ? იყოს 2000 ასე მრავალფეროვანი იმებით, ჩიპებით. კი ბატონო, ლაშამ გაზარდა ფსონი 2000 ჟეტონით. კუპატას უსმენთ? რომარიუმ თუ გაზარდა, მე ვერ გავზდი. 2000-ია ხო იქ? კი. კი. მაშინ 2000 მე დავამატებ. საბამაც უპასუხა. უკამაც ლუკამაც უპასუხა. შეიძლება ვიფიქრო? რა თქმა უნდა. პოკერი ფიქრის თამაშია.
ბიჭო. მამიკი და არის გავასწოროთ მოდი. თამაში. ფანკი გასწორებულია. ფანკი გასწორებულია, რაც იმას ნიშნავს, მე პირველი მინიშნება უნდა წაგიკითხოთ. გისმით ყურადღებით. ქართულ ენაში ზუსტად ამდენი ზმნის პირი არსებობს. რა სწორად დამიძერია. აჩი. გისმით. გავატაროთ. უკან რო წავიღო ესენი. არა? არ არის. მაშინ მეც გავატარე. მოდი მე დავამატებ 1500. 1500. 1500 დაამატა საბა. ლუკამაც უპასუხა. უპასუხა. სმის პირი რომელიანი და. აჩი. არ მახსოვს. აჩიმას უპასუხა. ლეფის რეისი. ლაშა. გაურისკოვი ხო? იმან იმდენი ფული საიდან მოიტანა რა? მე კომუნისტების მე რავი არ მინდა არა არ თამაშობ? არა ვერა საბოლოო პასუხი. ვერა გაბიძე. ვერაფერი ხრავეთი ვერა ითამაში. ითამაში ლაშა თამაშობ რაც იმას ნიშნავს რომ მეორე მინიშნება. ხო დადო. ზუსტად ამ რიგითობით წერია ნაფნაფი სამი გოჭის ზღაპრის დასაწყისში. გავიგეთ ხო? მე ვერ გავიგე ეს მინიშნება, თქვენ ხო გაიგეთ? კი. კარგი, აჩი გისმენთ. გავატარეთ. ნაფნაფი. ისეთი მინიშნება უნდა გავატარო მეც. გავატარე. კაი. კუპატისეთ. მე წელან დავწერ წინა ხელში როგორც არის და ვინანე ეგ და მოდი ამას არ გავატარებ და კიდე შემოვალ რა. ხო შემიძლია ეგ რა თქმა უნდა. იყოს 1000 მაშინ. 1000 ლუკა. გამოვეთიშე. არ თამაშობ? არ თამაშობ. აჩი? გავასწორე. გასწორე. მეც ვინ შეადგინე ეს შეკითხვები? არა ხო რა არა პრობლემა იყოს თამაშობ? თამაშობთ. თამაშობთ სწორი პასუხი. მოვიგება ხან პასუხი. სწორი პასუხია მხოლოდ 3. ნაფნაფი ბოლოტერია? ნიფნიფი ნუფნუფი და ნაფნაფი ნაფნაფი რუბიდან ნიფტივი მახსოვდა. აჩი. იუვენტუსის შემტევის ვიდეო მაქვს ნანახს სხვათა შორის. ძალიან გამოგადგება. იქაც სამწალი იყო მართლა ოღონდ. მე რატო ვიცი ესეთი ვიდეოები არ ვიცი ისეთი რამე არ გეგონოთ მეგობრებო. სოციალური ქსელებში რაღა რომარიოსი არ გქონდა ნანახი. აი არ ვიცი, იქიდან უნდა მემშელა რა. მართლა 6 მიწერია მეგობრებო, შეიძლება ბლეფი არ ვიცი. გავატაროთ. გავატაროთ. რაღაც რო დარწმუნებული ვარო გავატაროთ. რაღაც რო დარწმუნებული ვარ სამივეს გვეწერა 10-ზე მაღალი რა და ამიტომაც რისკზე წავალ და კიდე ხო შემიძლია რომ შემოვიდეთ. რა თქმა უნდა. შეგიძლია სულ შემოხვიდე შემოვიდე 1000 1000 აქ დაწოლა უკვე ჯუბასთან დაწოლა. აჩიმას 1000 გასწორა. არ ქნა მაგის. დავწევი ძიუბასთან მე ასეთებს არ კარგია? მე პასი არ თამაშობ? არა ვთამაშობ რა თქმა უნდა ან ვთამაშობ ყოველთ შემოყედი ამდენი ეგრე გამოვიდა. ხო რა ბიჭებს ცოტას გავუსწორეთ როგორც კარგი. შენი მე გადასაწყვეტია. გამისწორეს შენი გადასაწყვეტია, მაშინ კუპატამ და აჩი. არა, არა. შენ მარტო სამიგიწერია. კუპატამ და აჩი უნდა გაშავონ კარდები, გახსნან კარდები და გვაჩვენონ სწორი პასუხი. 6 აგეწეროს არ გამარჯვე. 6. 6 აი მე დარწმუნებული ვიყავ რომ იტყვეულა, მაგრამ შევცდი და 13 მეწევი. 13, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ რაუნდის გამარჯვებული აჩია. თქვენ ხო არ გვაჩვენეთ პასუხს? მაგარი რა ტაქტიკა. პრობლემა მე 16 16 მეწერა და ეგ გადავშალე წინ და ერთი გამოვიდა. ერთიანი, ანუ შენიგებდი რო გაყავდა. ძალიან მაგარი ტაქტიკა ამ მეგობრებო, როდესაც ო, ამერიკასთან. ნაფნაფი და ის რა თქმა უნდა. ეგრე არ შეიძლება. ხო, ვიცი. თუ ფინალში გავედი, შემდეგ ფინალისტებს მივმართავ, იგივე ტაქტიკა აღარ მექნება, რამე ახას მოვიფიქრებ. ლეფია. კარგი, მოდი ვინ რას იზავთ ფინალში რომ გაყვიდეთ? შეჭერა. აჩი შენ გადავიდოთ. მე რო ფინალში გადავიდე ბაშთა სახშაურისავ ყველაფერს. მე ფინალში გადასვლით არ იგებ არაფერს უნდა მოიგო ფინალი რომ მოიგოთ ახლა საერთოდ არ მაინტერესებს მე მოგება მე გადასვლაზე ვიდა.
ფინალში გავედე მე. და მიმესიჯეთ ბავშვებო. პირველივე კითხვაზე all-in გავაკეთებ. პირველივე კითხვაზე all-in გავაკეთებ. თან საინტერესოა. ნახე რა ბაშა, ფინალში თუ გადავედი რას ვიზავ? დიახ, მოვიგებ. მოიგებ. ფინალში გადავედი უკანა სალტოს გავაკეთებ გადაცემაში. ცხოვრებაში არ გამიკეთებია. მართლა და პირველად გავაკეთებ. კი. ლუკა. მე რას გავაკეთებ თუ ფინალში გადავალ? არა. შევეცდები გავიმარჯვო. მეოთხე რაუნდი. ამ რაუნდის აუცილებელი ფსონია 2000 ჟეტონი. 2000 ჟეტონი. ეურო დამატებელს ჩემინდეს ვიცი. ისა 1000. კი. ასე უნდა მაშინ. ლაშა, ტერმინატორი თუ გაქვს ფილმი ნანახი? რა თქმა უნდა. ხო და ტერმინატორიდან არის შეკითხვა. ძალიან კარგი. თქვენ გაქვთ ნანახი ტერმინატორი? კი. ტერმინატორიდან არის შემდეგი შეკითხვა. მოვისმინოთ შეკითხვა. გავისმინო. ფილმში ტერმინატორი 2 არნოლდ შვარცნიგერს სულ 709 სიტყვა ჰქონდა სათქმელი. მისი ჰონორარი კი 15 მილიონი დოლარი იყო. რამდენი დოლარი აიღო არნოლდ შვარცნიგერმა კონკრეტულად ამ სიტყვების თქმისთვის? Hasta la vista baby. დავწეროთ ჩვენ კარტებს. მათემატიკურად რო ვიყოთ. დავწერეთ? ფიქრობ ჯერ. ფიქრობ? 15 მილიონიდან hasta la vista baby. ლუკამ დაწერა. უკაცრავად. რამდენი სიტყვა თქვა? 700 სულ 709. და რამდენი იყო? 15 მილიონი დოლარი. ლუკა შენი პასუხი გვინდა და ეგა. დიახ. შენ პასუხია დიახ. დიახ. პაშა გისმენთ? გავატარებ. ავატარეთ. დაველოდები მინიშნებას. კი ბატონო. მოდი მეც გავატარებ მინიშნებას და ვაუბრებ. ლუკა? ჩემპრიდერი არ გაატარებს არასწორია. მე ფიქრობ hasta la vista baby იმდენად ცნობილი ფრაზა არის. რომ მინიმუმ ღირს რომ 2000 შემოვიდე რა. აჩიმ გაზრდა ფსონი 2000 ჟეტონით. ლაშა გისმენთ? სტალავისტას ცნობადობაში და 2000 შორის მე ვერ დავიჭირე. ლოგიკა. არა. არა პრობლემა. ლაშაბაც. თამაშობ. კუპატას უსმენთ? კუპატას თამაშობს ლუკა? 7100 online. როგორ? online. 7100 მაქვს სულ. online. ონლინი ჩამოხვედი? online. ონლინი. არის ეს კარგ დროს დააჭედე all-in. მინიშნება ბევრი რაღაცაში დაგვეხმარებოდა. დავწერეთ, მოდი არ გავრს გამომჯერად. სიფხილეს თავი არ სკივა. ლაშა. მეც დავწვევი თუ შეიძლება. კუპატა? იქნება თუ არა. ჩვენ არ მინდა ამ კაცის გარდებას ახლა და გაურისკო მე გავისავდი. ხო ორივე ცოტა ჩიპებია. შენ ადგილას მე გავისავდი. აი ხა ონის ის მარტო შესწავლება თუ არა, 7100 არის. შეიძლება მეტი სტეგი გაქვს. ხო. არა, აშკარად მეტი გაქვს, იმიტომ რომ ეს 10000 აქვს. შენ შეიძლება არ შენ 7000 არ გაქვს, მეტი გაქვს. 5 და მიმართ. 12100. 12100 და ხო, სავარაუდოდ ოლინია შენიც რა. დაახლოებით. ამას ყველას კაი პასუხი აქვს. ჩემი აზრით. უნდა გაყვეს. უნდა ჯობია რომ მას არ აქვს მე რომ მაქციონერი მინდა ხო. ახთ. თან უყურე რა, მაგრამ ეწერა ჩვენ მაინც არ თამაშობ. თამაშობ? თამაშო? კი. ამ რაუნდში თამაშობს ორი მონაწილე, კუპატა და ლუკა. შესაბამისად, თუ გნებავთ პირდაპირ სწორ პასუხს ვიტყვი და ამოვატრიალოთ კანონი. მინიშნება გიხარ მაინც. მინიშნებებით. წესით დიდ დიღომში ამ ფასად 54 კვადრატ სტუდიოს ტიპის ბინას იყიდი. ცრუხია, ესე იაფი. ესე ცოტა მიუწიოთ ბიჭო. მე და შენ გვენძრეოდა. კიდე მაგრამ ამათაც რამდენს უძველეს დავიწყო გავიმეორებ 54 გავაჯმენი დიდ დიღომში სტუდიოს ტიპის ბინას იყიდი. ვეცია გერა 5 მილი. ერთი. ეს იყო პირველი მინიშნება. ეხლა მეორე მინიშნება. ამ ფასად 60-ზე მეტი iPhone 11 Pro შეგიძლია აიყიდოთ. ოღონდ ახლა მაისში, მე ვიდეო. რამდენი? 60. 60. ესე იგი რამდენი მილიონი იყო 0.1-დან იწყებოდა პასუხი? მილიონი თუ გიწერია კი? მილიონი თუ გიწერია კი? გონი ჯობია მოვატრიალოთ კარტები ხო? ჯერ სწორი პასუხი ხარ გაინტერესებს თუ ჯერ ამოვატრიალებთ? ჯერ მოვატრიალე. ამოვატრიალეთ კი ბატონო.
ვა, მეც 3 მეწერდა. ზუსტად ერთნაირი პასუხები. ხუთი ბიომატა. 3. შენ უბრალოდ 3? 3 რამდენი მილიონი აიღო ხო შეკითხვა. რა, რამდენი აიღო? 3 მილიონი. ანუ მილიონებში გიწერია ხო, დოლარი. ყველა მეც და ჩვენს სამწუხაროდ მე წავაგე უეჭველი ეს. სწორი პასუხია 84624 დოლარი. უჩენილი. რაც იმას ნიშნავს, რომ ეს რაუნდი მოიგო ლუკამ. შესაბამისად მაგ 500-ით მოიგე, ფინალში გადი და შეხო სალტოს აკეთე, მე თავი დემერჯობი ეგრევე. შენ ფინალში გადი, თავი დემერჯობი აგიდაზე. მაგიდაზე? იქით რო დაიწყო, მაგიდაზე გავტეხა. მე მგონი ძალიან ბევრი ადამიანი გულს შემატკივრავს ახლა. მე-5 რაუნდი. ამ რაუნდის აუცილებელი ფსონია 5000 ჟეტონი. ახლა ვის ბალანს შეჭამს? კუპატას მხოლოდ 500 აქვს, შესაბამისად all-ins შემოდის. ჰიტლერის შემოქმედებას თუ იცნობ. ოკეი, ბახო. აი რაქსმენი. ის რომ გმირი იყო. ჰიტლერის შემოქმედებიდან ხსენია ის რომ ჰიტლერი გმირი იყო, თავის თავის ხوارდა წერდა. უნდა მოვაგებინოთ მოჩველი ბიჭები. კარგი, თუ რაქსმენია. რატომ იცვლი დავდე? ჰიტლერის შემოქმედებიდან ხსენია მეორე მსოფლიო ომი და მაინ კამფი. მაინგა. მე ვფიქრობ რაღაც ხატვასთან იქნება კავშირში. იმიტომ რაღაც ვიცი რომ თუ წარსულში ღმა წარსულში ხატავდა ჰიტლერი. მართალია? მაშა? ჰიტლერის შემოქმედებიდან მეც მარტო ჩემი ომი ვიცი. ჩემი ომი? მეტი არაფერი. ხო, იმედი არ დაგვიკლოკავს YouTube-ი. მაგარ ვახსენოთ, ერთხელ ვახსენეთ. ვახსენეთ გვეყო. კარგი შეკითხვა. ჟურნალმა Times-მა ეს პიროვნება ამ წელს დაასახელა წლის ადამიანად. რომელ წელზეა საუბარი? და რომელ პიროვნებაზე? წლის ამ წელს. ხო, ამ წელს დაასახელეს წლის ადამიანად და რომელ წელს დაასახელეს Times-მა? Times-მა. ეს ბევრს მეუბნება. რომელ წელს დაასახელეს? ავწეროთ. ხა წლის ადამიანად. წლის ადამიანად. დავწერეთ? მიზეზი ხომ არავის დაუსახელებია იქ. რატო იყო წლის ადამიანი? კი. დაასახელეს. დაასახელეს? ძალიანაც კარგი. დაველოდოთ მინიშნებებს. მე უფრო მაწყობს. დაველოდოთ მინიშნებებს ყველაფერს. გავიკებთ. დაასახელა. Times-მა. კუპატას შეგვიძლია აღარ ვკითხოთ, იმიტომ რომ ყველა ჟეტონს არის შემოსული. დავიწყოთ ლუკაშენკო. ეს პასუხი რა დავწერე არ ვიცი რა. ძალიან კმაყოფილი ვარ შეკითხვით? თამაშით? თამაშის მიმდინარეობით. და ჩემი მომხვეჭელობითაც. სულ ეს არის. ისიც მაწვდომდა. თამაშზე გითხარი ხარ? თამაშზე ძალიან კარგი თამაშია. გაზრდი? არა, გაატარე. იყოს. კი ბატონო, აჩი. მე დავწერე ალოგიკური პასუხი, ანუ პირიქით ძალიან არაადეკვატური და მაგიტომ გავატარებ თუ გამივაყენებ გამართლებ. აი, ვიწერია ხო? მე ჩავატარებ. გავატარებ. კი. აი ხლა ვიხსნით თუ მოგვიანებით? მოგვიანებით. მოგვიანებით იყოს. პირველი მინიშნება, მაშინ უნდა წაგიკითხოთ, ამ წლის ოსკაროსან ფილმში You Can Take It With You იმ დროისთვის ყველაზე დიდხნიანი კოცნა იყო ნაჩვენები, რომელიც 3 წამს გრძელდებოდა. ძალიან მაგარია. მაგარი ასცენილი ვარ როჩ. კარგი, დავიწყოთ ლუკა. ლუკამ გაზარდა ფსონი 5000 ჟეტონით. მაჩის უსმენთ? მიხავ თუ რაღაცებს მათემატიკურად რა. 11. მოდი გავრისკოთ რა. იმისა მიუხედავად ძალიან სისულელე მიწერი. აჩიმაც უპასუხო. აჩიც თამაშობს, ლაშა. მე არ თამაშობ. თუ? კაი შენი ხარ. თამაშობ? ფანკი გასწორებული. მე თამაშობ. აი ვაშნ არ თამაშობ. ყურები გამანებეჭა. არ ვარ თამაშობ. არა. კი ბატონო. ფანკი გასწორებულია. შესაბამისად ლუკასთვის, კუპატასთვის და აჩისთვის წილი ნაყარია, ბანკი გასწორებულია.
დიახ, აი თქვენ სამისთვის გკითხულობ, შენთვის არა. მეორე მინიშნებას. ამ წლის პირველი 2 ციფრისგან შემდგარი რიცხვი, რომ გაამრავლო 2-ზე, მიიღებ ბოლო 2 ციფრისგან შემდგარ რიცხვს. ძალიან კარგი. მივხვდით ხო მინიშნებას? გეუბნებით. დავიწყოთ. მაგ წელს სხვათა შორის გერმანიაში ოლიმპიადა იყო. როიცოდეთ თქვენ. და შეიძლება მაგიტო დასახელდა. ეს რამდენია? 1000. გავატაროთ მოდი. არა, მოდი ამას დავამატებიდი. 5000. გაზარდა. აჩი არ თამაშობს? მოყვები. და მოყვები. არა, შენ დაწეკრებული. აი. ვახსოვდა. შესაბამისად მონიტორინგი. კუპატასა და ლუკას შორის შორის დიახ. გაგრძელდა თამაში. სწორი პასუხი არის 1938. მოდი ამოვატრიალოთ ჩვენი კარტები და ნახოთ ამ რაუნდის გამარჯვებული. 1939, 1945 შესაბამისად გაიმარჯვა კუპატამ, თუმცა მხოლოდ მის წილს აიღებს დანარჩენი 22 გეწერა. თქვენი პასუხები 2022 მე რატომ დაწერე ისე 45? ამა დაიცი რომ ომი რომ დამთავრდებოდა თავი ხომ მოიკლა. ის ლარი რომ გარდამოგდოთ ჩემკენ. 2000 კუპატასა შემოდი მართლა თავი. აუ ნახე. ეხლა 2000 თავი რომ მოიკლა, მაგიტომ ეთი შემდეგი რაუნდი, მე-6 რაუნდი. ამ რაუნდის აუცილებელი ფსონია 10000 ჟეტონი. 10000 ჟეტონი, კუპატას აქვს 2000, შესაბამისად შემოვა ყველა ჟეტონს ისე. ლუკა, ნეკი თუ მიგიყავს? ფეხის? დიახ. გენი მე მეწყობს. ტუმბოსთვის? ტუმბოსთვის ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ მიყვანს. ამისთვის მიყვანს. მხოლოდ კამისთვის? იმის კუთხისთვის, ჩაულებრივი ისეთი კუთხისთვის. აჰა. მოდი მაშინ მოვისმინოთ ჯერ. როცა ნეკს არ ყამთ, ტკივილის სიგნალი ტვინამდე წარმოუდგენელი სისწრაფით მიდის. რამდენი კილომეტრი საათით გადაადგილდება ჯანმრთელი ადამიანის შემთხვევაში ტკივილის სიგნალი ნერვებში? რამდენი კილომეტრი საათი? კილომეტრი საათის სიჩქარეზე საუბარი, დიახ, დავწეროთ თუ შეიძლება ჩვენ კარტებზე. ლაშ დაწერე? ფიქრობ ჯერ. შეიძლება. ცოტა ხანი შეიძლება. იმიტომ რომ ლუკამ უკვე დაწერა. მე ზუსტი პასუხი ვიცი. კარგი, ლუკა დავიწყოთ, მოდი. თქვენგან გისმენთ? მე ძალიან კარგი პასუხი მაქვს. და 10000-ია, ხო? დიახ. დიახ. გავატარებ მაშინ. გავატაროთ. აჩი. მეც გავატარე. ბაში. მე ვერ გავატარე და გამო. რამდენია იქ? ყველა 9900. ყველა ჟეტონი შემოყვედი? კი. კუპატაც ყველა ჟეტონს არის შემოსული, ლუკა. არ იქნება იქ 900. აი, ამდენიც არის, მე დავთვლით ბოლოს. 9900-ია. ჩემი შეხედულებით. ამას გასწორებულს. 10000? 10000. სოლდი. აჩი არ თამაშობს? შესაბამისად, მე თქვენთვის უნდა წავიკითხო პირველი მინიშნება. დიახ, გისმენთ? ოკეანეში არსებობს თევზი, რომელსაც იალქნოსანს ეძახიან. ასეთი ამ თევზის მაქსიმალური სიჩქარის ზღვრადკი ზუსტად ამდენი კილომეტრი საათი მიიჩნევა. ძალიან კარგი. შვენიერია. დაგვეხმარა? ძალიან. სწორი პასუხი შეგვიძლია წავიკითხოთ პირდაპირ, იმიტომ რომ ფსონს ლუკას გარდა ვეღარავინ ვეღარ გაზდის. დანაში მაწყობს სონიას და მე. არც აწყობს თან. მოდი მეორე მინიშნებასაც გეტყვით, რომ ავტობანზე ამ სიჩქარეზე მეტის განვითარების შემთხვევაში ჯარიმა აუცილებლად მოგივათ. ცეგი 100 არის. 100 არის, მაგრამ 10 საპატიოა, შესაბამისად, როგორც დავდივართ ყველანი 120 კმ/სთ სიჩქარე არის სწორი პასუხი. მოდი ამოვატრიალოთ ჩვენი კარტები და გავიგოთ ვინ მოიგო ეს რაუნდი. 54 კმ/სთ სიჩქარე, 666 და 80. რაც იმას ნიშნავს, რომ ამ რაუნდის გამარჯვებულია ლაშა, ლაშა და ვემშვიდობებით კუპატას. სასიამოვნო იყო, აი სათამაშო იყო, უბრალოდ ბოლოს რაღაცა არალოგიური პასუხი. ესეთი. ოხრამდენი ხო. თავიდან ვიფიქრე 100-დან 150-მდე, მაგრამ მე ვერ გამოსწავლები და ესე რა. არა უშავს. წარმატებებს გისურვებთ. აქო შეგიძლიათ ბარში გადაბრძანდეთ. კარგი, მოდი გავაგრძელოთ შესაბამისად მე-7 რაუნდი. ამ რაუნდის აუცილებელი ფსონია 15000 ჟეტონი. 15000. და აჩი მაინტერესებს. და მეტანია ხო?
რამდენად ხშირად სკროლავ ხოლმე TikTok-ს? საკმაოდ ხშირად. TikTok-ერებსაც იცნობ, ხო, როგორც ვიცი? კი. კეთი ეგიდუნაშვილს თუ იცნობ? კოლეგაა ჩემი. კოლეგაა შენ? ერთად ვეროდით. ერთად ყვეროთ. ძალიან კარგი. ჩვენც გეცოდინება კეთი. შესაბამისად, შეკითხვა ძალიან მარტივია. რამდენი წლის არის კეთი ეგიდუნაშვილი? ისდეც. ახლა მაინც გამიმართლებს. ხო, სხვათა შორის ეს საჯარო ინფორმაცია არის, ჩვენ არ ვავრცელებთ. თვითონაც TikTok-ზე ქონდა. თქვენ არ ხართ ამის გავრცელების პირველ წყარო. პირველი წყარო ჩვენ თორე გავრცელებით ავცელებ. დიახ. ქარს უძღობთ. ეს აგები. ვეხმარებით. ვეთქვი, ისაც საჭიროა. კაი, მანამდე დაწერეთ. აქ დაწერდა ამას გავაგზავნი. კეთი რომ? დიახ. ძალიან რენდომად დავწერე რა. კარგი, აჩი. არა. ჩვენგან და დავიწყოთ, მას შემდეგ რაც ლაშა მე 1400 დამრჩა. ყველა შემოხაზე სწორი პასუხი რომ გაიგოთ, ბევრი მიწერია და 1400 შემოვდივარ. კი ბატონო. რას დამრჩა? შემოდიხარ ყველა ჟეტონს. All-in-იან ჩემ ფაქტიურად. 1400. ლაშა. საათი 15 და ესეც 400. კი ბატონო. ლუკა. ხო. ლუკა 15000 არ შემოსულა, ხო? არა, 1000 დავაგელი. რაც ვერ მივირჩი ამშნია, მაგრამ მე პატიოსანი კაცი ვარ და დავარ. ძალიან კარგი. შემოვიდა ლუკა 15000 და პლუს 1400. კარგი, მოდი მაშინ პირველი მინიშნება წავიკითხოთ. ზუსტად ამ რიგითობის პარალელი კვეთს ამერიკას და კანადის საზღვარს. ამერიკის და კანადის საზღვარს. ეს პარალელი არსებობს. სავარა. დაწვის მაგაზე. მინდა მოსწრებს. არ დაუთლიეთ. კარგი, 10-ში ყველა ჟეტონს არის შემოსული, შეგვიძლია ლუკამ და ლაშას შორის ვითამაშოთ. ლაშა გისმენთ. გავატაროთ, ლუკა, გავატაროთ. მაშინ მეორე მინიშნება. ლონდონის არსენალმა 2003 და 2004 წლებში დაამყარა რეკორდი, მათ ჩაატარეს ზედიზედ ამდენი მატჩი წაგების გარეშე პრემიერ ლიგაში. ძალიან კაია. ჩემთვის ძალიან სუდი. ხო? მაგდენ შეადარებდნენ რაც. კარგი, შეგვიძლია ვითამაშოთ ლაშა და ლუკა ისევ, შენ ყველა გავატარებ. ძალიან აუცდი. გაატარებთ ორივენი, შესაბამისად, სწორ პასუხს წავიკითხავ, ან თუ გინდათ ამოატრიალეთ კარგი და გავიკითხოთ ჯობს და მე ჯერ წავიკითხოთ. კი ბატონო. ძალიან აუცდი. კუბა ტრავერსი აქ გქონდა. 7. 7. ის არის? კეთი ეგიდონაშვილი? ვაფშე რომ ისმენ პოსტა გაიგე. სწორი პასუხია 49. ხატო. 49 წლის არის გალბატონი კეთი. 46. 46, 54 და 47. 47 რაც იმას ნიშნავს რომ ეს რაუნდი მოიგო ლაშა. იმოწავ ლაშა. ერთით გადამა. ხანო ყოლე 40 და რამდენიც არის 8-ის? 49. 48-დან ჩამოვედი 47-ზე, 53 მეტრა თავიდან. მე მეთქი ალბათ მოტყდა, ჩამოვედი 48-ზე. და 47 ბოლოს და მე 54 მეგონას, მაგრამ 53-ს ფიქრობდი მე და შეცვალე. ამ რაუნდში დავამშვიდობეთ 10-ს. ახონდის. სასინოლო მეგონას მადლობა, მოწვევისთვის. აქვე ბარში კი შეგიძლია ბატონო. დავბრძანდეთ. წარმატებები ამ პროექტს. მარტო დაბრძანება შეიძლება, მაგრამ წარმატებები ამ პროექტს და ალბათ თქვენიც მადლობა. ერთმანეთს არ დაჭამთ. შევეცდებით. ავაგზელოთ დიახ. მერვე რაუნდი. ამ რაუნდის აუცილებელი ფსონია 20000 შეტონი. ლუკა ყველაზე ჟეტონს შემოდის თუ არა? არა? აი 20. კი ბატონო. სიმღერა მე ხომ შენი ლანდი ვარ თუ შეგისრულებია. სკოლ დავდევარ. იცი ეს სიმღერა შეგისრულებია, ხო? დიდი სიამოვნებით ვასრულებ. მე ხატი ვარ სინგლის ანთელი. დიახ. დიახ. ანუ გიმღერიათ. კი. გიტარაზე ხო არ უკრავთ? უკრავთ, მაგრამ არ ვიცი დაუკრავ. ანუ ამ სიმღერას დაუკრავ თუ ვერ დაუკრავ? ამას ვერანაირ სიმღერას ვერ დაუკრავ, შემიძლია უბრალოდ ხმა გამოსცეს გიტარა. თუ სიმები აქვს თუ არა აქვს დორი. მე ის კი რა თქმა მეგონა რომ სიმღერა მხოლოდ იმღერებოდა. და იკვრებოდა? თურმე სიმღერები იკვრება. კი. ხო. ძალიან საინტერესოა, ხო? არსებობენ შესაბამისად მომღერლები და დამკვირვებლები. კარგი, მოდი შეკითხვა. გიტარაზე რამდენი განსხვავებული აკორდით იკვრება ეს სიმღერა?
მე ხომ შენი ლანდი ვარ. აგრესია. მე ხათი ვარ შენ კი სანთელი მიმღერი. რამდენი განსხვავებული აკორდი? დიახ. სულ რამდენი აკორდი არსებობს თუ იცი? უფ. ვერაფერი ვერ სულ მომწონს. ბევრი აკორდია. ლაშა გისმენთ. მე დავამატებ. გავრისკავ. და სულ შემოვალ ჩემს ყველა ჟეტონ შემოხვალ. შეტონებს. ლუკა? ხუთი და 400 მაქვს. შემოხვალ ყველას. დიახ. მაშინ საცა ვიწრო ეგ გასწ. მაშინ წავიკითხოთ მინიშნებები, სწორი პასუხი და შემდეგ ამოვატრიალოთ კარტები. მზე თუ ჩაქრება, ზუსტად ამდენ წუთში გაქრება ჩვენთან სინათლე. 7. 8, მაგრამ მე ჩემ იმაზე დავარდი პასუხი. სწორი პასუხია 8. თქვი და რა გაქვს? 11 ლაშა? მოიგე. ლაშა? რაც იმას ნიშნავს, რომ ამ რაუნდის უმეტი გამარჯვებულია ბლაინდი და ლუკა. ილოცავთ ლუკა. და კიდევ რამდენი გაქვს? არ კიდევ მოვაწყო. 5400. 5400-ია? არა პრობლემა. მოდი გავაგრძელოთ ბოლო რაუნდი. რაც იმას ნიშნავს, რომ აღარ აქვს მნიშვნელობა ვის რამდენი ჟეტონი აქვს. სწორი პასუხის ავტორი იქნება თამაშის გამარჯვებული. ოპა. ლაშა, რომელი ყავა გიყვარს ყველაზე მეტად? ექსპრესო. რომელი მიყვარ ამერიკანი. ამერიკანი. კარგი, მოდი პირდაპირ შეკითხვა. მე რატომ არ მეკითხები რომელი მიყვარს? ხო გიპასუხე ექსპრესო. არა, ის ლაშას მაგათ მევეცი. ეს არასწორად. ვითხარი ლუკა. მე ყავას არ ასვარ, ვიქარი. არაფსო მუნდა. არასო. კარგი, მაშინ ვინც ყავას სვამდა, სწორედ ამ კაცია ამ შეკითხვა. კაცმა გაიმარჯვა. შეკითხვა. ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი ყავის დიდი მოყვარული იყო. კომპოზიტორი ყოველ დილით თავად ითვლიდა ყავის მარცვლებს და მათი რაოდენობა ყოველთვის უნდა ყოფილიყო ზუსტად ამდენი. მხოლოდ ამ რაოდენობის მარცვლებისაგან გაკეთებულ ყავას სვამდა იგი. დაასახელეთ, რამდენი მარცვლისგან აკეთებდა ყავას ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი. ვახ. ერთი პორცია. ხო? ეს თინდალევა. ერთი პორცია, დიახ. ამუშინა. სამხელად ჩეკით სვამდა ლუდვიგი. მაგას რა გიქნები? მე რამდენ ყავას სვამდა ის ინფორმაცია ვიცოდი. ხო, აი მარცვლები უნდა დაწერო. ხო და ამდენს რა თვლებინებდა ახლა ისე, ამდენი ჭიქა უნდა დაელია. ამდენს სვავდა დღეში. ჯერ ის უნდა გადაითვალა. მე უნდა წვალობდა. მაგრამ დაუფასდა. დაუფასდა როგორ არ დაუფასდა. ჩემი აზრით დამრგვალებული უნდა იყოს ეს რიცხვი. ლუკა დაწერე. დავწერა ხლა. ჯერ ლაშას მიეცით მოყოლდა. ლაშა? დავწერე. მოდი ამოვატრიალოთ პირდაპირ ჩვენი კარდები. 35, 29. პირველი მინიშნება. როდესაც ვიდეოს ვიწერთ ან კომპიუტერულ თამაშს თამაშობთ, ყველაზე სუფთა და სასიამოვნო გამოსახულება მაშინ გვაქვს, როცა კადრების რაოდენობა წამში სწორედ ამ რიცხვს უტოლდება. მეორე მინიშნება. ქორწინებაში 25 წლიანი თანაცხოვრება აღნიშნავს ვერცხლის იუბილეს, 50 წელი არის ოქროსი, ხოლო ეს რაოდენობა არის ალმასის ქორწინება. რაც იმას ნიშნავს, რომ სწორი პასუხია 60 და თამაშის გამარჯვებულია ლაშა. გილოცავ. აი ხარი. აქ უკვე არა და რა მეწერა 42. 42. მე ვაპირებდი 50-ის დაწერას. და მე მეთქვი რადგინა მაინც მომიგია. ერთ პორცია. გილოცავ, ლაშა. ბიჭებს ყოველ მაგიდასთან დავაცხდნენ. ასე ყველაფერი იბრუნდება. ლუკა რას გვეთქვი დღევანდელ თამაშს? ძალიან კარგად ვიხალისე. დღევანდელ თამაშზე. მადლობა რომ იყავით დღეს ჩვენი სტუმარი. გაიხარეთ წარმატებებს გისურვებთ. წარმატებები თქვენც. კუბად. ძალიან კარგი იყო, აზარტული იყო, რაღაცების გავიგე, რაც ვაფშე არ ვიცოდი. ერთი ორის გარდა რაღაც წლებზე და ძალიან კარგი იყო მომეწონა. მადლობა მოწვევისთვის. მადლობა თქვენ. აჩი? წავაგე, მაგრამ მიხარი ერთი ფაქტი, რომ
თავიდასობა არ მიწევს მაგიდაზე. წარმატებებს გისურვებთ, ძალიან კარგი პროექტია, აზარტული, მხიარული და ასე თუ ისე შემეცნებითიც რა. მადლობა. მადლობა თქვენ. და დღევანდელი თამაშის გამარჯვებული. საერთოდ ვერ გავერთე. დიდი არაფერი. არა. რეალურად რო ვთქვა ძალიან საინტერესო თამაში იყო, იმიტომ რომ ცოდნის და მიუხედავად ყველას თანაბარი შანსი ჰქონდა. ისეთ შეკითხვები იყო. ზუსტად ეს აძლევს ამ თამაშს აზარტს და ხალის, რომ ყველას თანაბარი შანსი აქვს. კაი იყო. დიდი მადლობა. დიდი მადლობა მეგობრებო, დღეს ჩვენთან ერთად იყავით. მადლობა რომ გვიყურეთ, აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაელოდეთ ვიცი არ ვიცის მომდევნო ეპიზოდებს. მადლობა ბიჭებო. აი, კაი ხარეთ.